აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით გონიო აფსაევსის მუზეუმ ნაკრძალის შესასვლელში ორი ზარბაზანი განათავსა. ზარბაზნები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მოდელის ასლია. მისი დასადგმელი სპეციალური ლაფეტის დასამზადებლად 3500 ლარი დაიხარჯა. ზარბაზნის ლულები მერიამ სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა. ზარბაზნების დამონტაჟების პროცესს დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა გაეცნენ. მერიამ და ქალაქის საკრებულომ გაუკეთა ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი. გონიო აფსაევსის მუზეუმ ნაკრძალ გადმოსცა ორი ზარბაზნის ლულა, რომელიც არის კოპიო მე-19 საუკუნის შუახანების ზარბაზნების. ჩვენი საახალწლო საჩუქარი თვითმმართველობამ ასეთი საჩუქარი გაუკეთეთ კულტურულ მემკვიდრეობას. უნდა გითხრათ, რომ ეს ზარბაზნები ინახებოდა საწყობში, ეს სხვა ისტორია არის, მაგრამ ალბათ დაამშვენებს ამ გარემოს, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას.